სატელევიზიო გადაცემა წუთისოფელი მოგესალმებათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ წუთისოფელი როგორც სატელევიზიო გადაცემა არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის სატელევიზიო ეთერი სადაც საუბარია გვარების შესახებ და ყველაფერი იმის თაობაზე, რაც გვართან, გვარიშვილობასთან და საერთო საგვარეულო მოძრაობასთან არის დაკავშირებული. წუთისოფელის ანუ აი ამ სატელევიზიო გადაცემის ავტორი გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე. მე კი წამყვანი ვარ ამ სატელევიზიო ეთერისა, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება კიდევ ერთ კარგ გვართან დაკავშირებით და ამ გვარის ისტორიაზე, ამ გვარის რაობაზე და სწორედაც ამ გვართან დაკავშირებით მოწვეული ყავს შეყლაშვილების გვარის წინამძღოლი ბატონი თემურ შეყლაშვილი, ამავე გვარის სწავლული მდივანი ბატონი ზვიად შეყლაშვილი და ჩვენ რა თქმა უნდა სანამ სატელევიზიო გადაცემა დაიწყებოდა ჩვენ ვემზადებოდით თქვენთან შესახვედრად და მინდა გითხრათ რომ ეს სამზადისი იმდენ კარგ ფაქტს დაუკავშირდა და იმდენი კარგი ამბავი გავიგე ამ ესეთი უფლის მოყარე და კარგი გვარი, კარგი ქართული გვარის შესახებ რომ სიამოვნებით და როგორც იტყვიან სულ სწრაფად მინდა თქვენს გაგაცნოთ, თქვენს მოგიყვეთ, თქვენს მოგითხროთ ამის შესახებ და იცნობდეთ ისეთ კარგ გვარს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად და მთელი აი ეს ცხოვრების რაობა დიახაც გვაკავშირებს აი ასეთ კარგ გვართან და ასეთ კარგ გვარის შვილებთან. შეყლაშვილების გვარი წარმოშობით იმერეთიდან არის, იმერული წარმომავლობის გვარია და ყველაფერი ამის შესახებ ძალიან კარგად შეუძლია ისაუბროს ბატონ თემურს, რომელსაც მინდა მოусმინოთ ერთად. მოგესალმებით. დიდი მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის და ჩვენი გვარის ასე ვთქვათ ინტერესისათვის, რაც გამოხატეთ თქვენ. როგორც მოგახსენებთ, ესე იგი, როგორც ისაუბრეთ თქვენს მონოლოგში, ჩვენი გვარი, ჩვენი ფუძე არის ზემო იმერეთში, კონკრეტულად საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი გორისა. ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი თავის ადგილმდებარეობით, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე მოსახლეობის მხრივ. ჩვენი სოფელი, ესე იგი 1660 წელს ღვთისმეტყველმა მეფემ ბაგრატ მეოთხე, ესე იგი წყალობის სიგელს აძლევს გვარს, გვარიც არის შეყრილაშვილების სახელით, ასე ვთქვათ. ამ გვარში რასო ფიგურირებს, ხო? კი, ამ გვარში საინტერესო ისტორიაა. და ჩვენ გადმოცემიდან გამომდინარე ვკითხულობთ ესეთ ჩანაწერს, რომ შეყრილან ეს ადამიანები ერთად შეკრებილ ადამიანებს უწოდეს შეყრილაშვილის გვარი. 1835 წელს, ესე იგი, ნიკოლოზ გლახუას ძე შეყრილაშვილი არის, რომელიც მედავითნი არის სოფელ გორისაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. სუსტად 4 წლის შემდეგ, ესე იგი, არის უკვე სოფელ კორბოულში არის მოძღვარი, მღვდელი არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, რომელიც შეყლაშვილის გვარს ატარებს უკვე. შეიცვალა გვარი, რასო შეიცვალა, მოხდა გვარის ფორმირება, ამის შემდეგ, ესე იგი, შეყრილაშვილის გვარი გვხვდება ნაკლებად. შეყლაშვილის გვარი მოდის ამის შემდეგ. ერთი ფაქტი, საგულისხმო ფაქტი უნდა გავიხსენოთ კიდევ, ესე იგი, კი გორისა არის ჩვენი ფუძე, ეს ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ 1660 წელს, ესე იგი, უკვე არის აქ შეყრილაშვილების გვარი, მაგრამ 1660 წლამდე რა იყო და როგორ იყო, ეს ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ვიცით ერთი ფაქტი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ 1836 წელს, ესე იგი აღწერის თანახმად, შეყლაშვილების საგვარეულო სალოცავი არის გორისაში, წმინდა გიორგის სალოცავი, თხმორისის წმინდა გიორგის სალოცავი. თხმორისი არის, ესე იგი, ქვემო რაჭაში არის სოფელი, ამროლაურის მუნიციპალიტეტშია და
შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შეყრილა შვილები წამოსულები იყვნენ რაჭიდან. კი, რაჭიდან სოფელი ლოგიკურია, შეიძლება ასე იყოს. შეყრილა შვილების სალოცავი არის თხმორისის წმინდა გიორგის სალოცავი სოფელ გორისაში. არის ესე იგი მეტრიკულ ჩანაწერებში ვკითხულობთ ჩვენ, რომ შეყრილა შვილებს დიდი როლი აქვს შესრულებული აღნიშნული ტაძრის აშენებაში. ოდეს აღშენებულა ტაძარი სიძველის და გამო თარიღი არ არსებობს. ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ ჩვენ. 1836 წელს როგორც აღნიშნე ეს ჩანაწერი არის, რომ ესე იგი ქვითკირით აღშენებული ტაძარია, არის თხმორისის წმინდა გიორგის სალოცავი. იქამდე ეს უკვე არის ასე ვთქვათ დიდი ხნის ტაძარია და სიძველის გამო ვერ უდგენენ თარიღს, იქამდე 1660 წლამდე იყო ეს თუ 1660 წლის შემდეგ აშენდა, ყოველ შემთხვევაში შეყრილაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნულ ტაძარში, აღნიშნული ტაძრის აღშენებლობაში და რაზეც იყო საუბარი, ესე იგი ეჭვი არსებობს, ერთ-ერთი იმის საფუძველი გვაქვს, რომ შესაძლოა ჩვენი გვარი იყოს რაჭიდან, კონკრეტულად გადმოსული იმერეთში. თხმორისიდან. ძალიან კარგი. აი რასაც ბატონი თემური საუბრობდა, ეხლა აი ამ ისტორიის შესახებ ეს ყველაფერი თავმოყრილია აი ამ ლამაზ წიგნში, რომელიც ბატონმა ზვიადმა წარმოადგინა, როგორც უკვე თქვით, ბატონი ზვიადი სწავლული მდივნის ფუნქციას ითავსებს თავისი გვარის ერთობაში და მისთვის ძალიან ბევრი შეყრილაშვილების გვართან დაკავშირებული ისტორია ცნობილია და შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხებზე უკეთ შეუძლია გვესაუბროს ბატონი ზვიადი, რასაც მოусმენთ აი ამ წიგნში შესულ მასალებზე და ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, ბატონო ზვიადი. წიგნის გამოცემა გახდა ალბათ აუცილებელი იმისთვის, რომ რაც ბატონმა თემური თავისთავად იყო, თავისთავად ვეხმარებოდით მე ჩვენი გვარის წინამძღოლი იყო ბატონი ნიკოლოზი, დღესდღეობით არის საპატიო წინამძღოლია. გაიხარეთ. იყო ეგეთი პიროვნება და არის ისევ ბატონი მერაბ შეყელაშვილი, რომელიც ჩვენი განშტოებაა, ჩვენი შეყელაშვილების განშტოება არის შეყელაშვილები, რომლებიც გორისაში ცხოვრობდნენ. მოხდა პრეცედენტი ისეთი, რომ ორმა ძმამ ბატონი მოკლეს და გორისიდან გადავიდნენ მერე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წახვში დასახლდნენ იქ და მიიღეს გვარი შეყელაშვილები და ამ შეყელაშვილების გვარიდან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ მერაბს და ბატონ ლალი შეყელაშვილს, ქალბატონ ლალი შეყელაშვილს, რომ ამ გვარების ისტორიის მოძიებაში და რაც აღნიშნული იყო, ხა ეს როდის გამოვიდა წიგნი? გამოვიდა 2018 წლის 21 ოქტომბერს. ხო, ახალი გამოსულია, ანუ ბოლო პერიოდის მონაცემებია და შესაბამისად ეს ისტორიები აქ შესული იქნება. ძალიან კარგია, რომ გვარმა ბრძანეთ ერთ დეტალს დავამატებ თქვენის ნებართვით, აი წიგნთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა სურვილი, რა თქმა უნდა, როგორც ალბათ ყველა გვარის წარმომადგენელს, რომ გქონდეს მას თავისი საგვარეულო მატიანე, ისტორია წიგნის, თავისი ანუ ის ფესვები საიდან მოდის, როგორ მოდის. შესაბამისად ჩვენ შეკრებით ვიკრიბებოდით ხოლმე, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა სწორად ორგანიზება ამის, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. 2016 წლიდან დავიწყეთ ორგანიზებულად შეკრება, დავისახეთ მიზანი, რომ უნდა დაწერილიყო ჩვენი საგვარეულო ხატი, ესე იგი გამოვარჩიეთ ჩვენი საგვარეულო ხატი არის ღვთისმშობლის მიძინების ხატი. ვინაიდან და რადგანაც ამ ხატის რეპროდუქცია გამოჩნდება ახლა ეკრანზე ჩვენი საუბრის დროს ეს ხატიც და არა მარტო ეს ხატი, სხვა ფოტო მასალებიც გამოჩნდება, რომელიც შეყლაშვილების გვარზე, მათ რელიგიურ კულტურაზე და ხატის მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს და ბრძანეთ ბატონ თემურ. ჩვენი საგვარეულოს ასე ვთქვათ ერთ-ერთი დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავ ძალიან დიდი ზარზე იმით ასე ვთქვათ, ეს არის მარიამობის დღესასწაული.
28 აგვისტო. ამ წმინდა გიორგის მფარველობაში მყოფი ხალხი მაგრამ დღესასწაულს. ასე გადაწყვეტილება ესეთი. გვარმა ისურვას. ბერი იკრიბება სოფელ გორისაში 28 აგვისტოს მარიამობა დღეს. შესაბამისად გამოვარჩიეთ რომ ჩვენი გვარის მფარველი ყოფილიყო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ხატი რომლის დაწერაზეც დაგვეხმარენ ჩვენი ბრწყინვალე ადამიანები ჩვენი სოფლის მოძღვარი გახლავთ მამა ავთანდილ საბაძე მისი შვილი გიორგი საბაძე დაგვეხმარა ძალიან აქტიურა ესე იგი დროშა გერბი შევარჩიეთ ჩვენი საგვარეულოსი და არ ვიცი ეს იყო უზარმაზარი ზეიმისა და სიხარულის დღე როდესაც შედგა 2018 წლის 21 ოქტომბერი მთელი გვარი შეყლაშვილი და შეყელაშვილი გაერთიანდა გაგვაერთიანა ამ იდეამ აი ამ ჩინებული ჩვენი პატრიარქის ჩინებულ ინიციატივას შეუერთდით ჩვენ და ეს იყო დაუვიწყარი დღე, იმიტომ რომ შეიკრიბა ძალიან ბევრი ხალხი, გავიცანით ერთმანეთი იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ვიცნობდით, ესე იგი ჩვენ შემდეგში ვისაუბრებთ ხაშურში ყავს ჩვენ დიდი წარმომადგენლობა გორისის შემდეგ ხაშურიდან ლაგოდეხში ყავს ძალიან კარგი ბიზაშვილები მარნეულში, ზესტაფონში, გალში, ქუთაისში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბოლნისში და ადიგენში ეს ჩვენი ბორის შეყლაშვილი ყავს რომლის ფოტომაც მთელი ინტერნეტ სამყარო დაიპყრო ეს ადამიანი არის მძღოლი და ავტობუსი ყავს რომელი ავტობუსიც ემსახურებოდა სოხუმის რეისს და ეხლაც აქვს ის წარწერა ავტობუსზე რომ თბილისი ცნობილი ფოტოა ეს ფოტო მეც ნანახი მაქვს და როგორც იტყვიან მეც მაქვს გამოქვეყნებული მართლაც საყვარად მოგონებებთან არის დაკავშირებული და ეს მოგონებები უკავშირდება აფხაზეთს და სოხუმს და ვიტოვებთ იმედს რა თქმა უნდა რომ ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით აფხაზეთში ესე იგი შესაბამისად ამის შემდეგ ასე როგორც აღნიშნე, ესე იგი ეს იყო უზარმაზარი დღე 21 ოქტომბერი 2018 წლის შეუერთდით პატრიარქის ინიციატივას ჩვენ ვთხოვეთ მამა ანდრია ჯაღმაიძეს დახმარება უნგარის კურთხევისას საორგანიზაციო საკითხებს გავართვით კარგად თავი და როდესაც შევიკრიბეთ 21 ოქტომბერს დავისახეთ ჩვენ მიზნად ეს სხვადასხვა ასე ჩამოგვიყალიბდა უკვე რომ ყოველა ჩვენ შეკრება არის ესე იგი გვარის დაბადების დღე დავარქვით 21 ოქტომბერი ჩვენ გვარს და ყველა ჩვენი შეკრება რაღაც ახალი ინიციატივების დათქმის დღე არის ამავდროულად თან იმ ჩვენ შეკრებასთან ერთად. როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ 21 ოქტომბერს 2018 წელს იქ დავისახეთ გეგმა რომ აუცილებლად უნდა ეს წიგნი დაგვეწერა ჩვენ გვემუშავა თითოეულ ჩვენთაგან ჩაგვედო ის შრომა ის რესურსები რაც ჭირდება წიგნის დაბეჭდვას ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ორ ძვირფას ადამიანს ესენი არიან ლევან რატიანი და ანზორ სიჩინავა რომლებმაც მართლაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნებით ამ ადამიანებს მოიძიეს აბსოლუტურად ყველა არქივიდან გამოიტანეს ინფორმაციები რამოდენიმეჯერ სოფელ გორისაში ჩავედით რომ იქ შევხვდით უხუცეს ადამიანებს და იქიდან ავიღეთ ის ინფორმაციები რაც მათ იცოდნენ და საბოლოო ჯამში მოუყარეთ თავი გამოვეცით ეს ძვირფასი წიგნია ჩვენთვის და ვისარგებლებთ ეხლა ამოვიდეთ და გისახსოვრებთ აღნიშნულ წიგნს სიამოვნებით გაიხარეთ ჩემო ბატონო ძალიან ძვირფასია ისტორია ზოგადად ძალიან ძვირფასია რამე თუ ეს წარსულს გვიყვება და გვიყვება იმ ცოცხალი ადამიანების სიცოცხლის შესახებ რომლებიც აი ამ წარსულს ქმნიან ამ წარსულს აყალიბებენ და ეს წარსული თუ მოვიდა ჩვენამდე მოვიდა სწორედაც იმ ადამიანებით რომლებსაც ეს წარსული მოიტანეს და როცა ეს ისტორია არა კონკრეტულ ადამიანებს არამედ მთელ გვარს ეხება და მთელი გვარის ისტორია თავმოყრილი ეს ისტორია ერთიორად უფრო ძვირფასია რამე თუ თელ სანათესაო შტოს წარმოადგენს და ეკრანზე მინდა რომ ეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ესეთი სახე ამ წიგნისა ძალიან კარგად გამოცემული პოლიგრაფიული ტონე და
ძალიან კარგი მასალის შემცველი წიგნია, რამე თუ ეს ისტორია ჩვენთვის ძვირფასი ისტორიაა და აი ამ წიგნიდან რაზე გაამახვილებდა ყურადღებას ბატონი ზვიადი გავაგრძელოთ საუბარი წიგნში გამოქვეყნებული მასალების შესახებ. წიგნში გამოქვეყნებული მასალების შეეხება აქ არის თავმოყრილი ცნობილი ადამიანების ისტორიები, ბიოგრაფიები, რომლებსაც არა მარტო გვარის, არამედ სრულიად საქართველოს ცხოვრებაში, ისტორიაში მიუღიათ მონაწილეობა და თავიანთი კვალი დატოვეს საქართველოს. შეგიძლიათ რამოდენიმე პიროვნება დაასახელოთ? თავისუფლებას მიცევდა დავიწყებ მამა იოანე არქიმანდრიტის იოანე შეხლაშვილი დავიწყებ, რომელიც ერთ-ერთი რო იტყვიან ფუძემდებელი არის დღევანდელი ბერული ცხოვრების, რომელმაც თავის ცხოვრება ერთი პერიოდი გაატარა უკრაინაში, კლიპეჩორის ლავრაში და იქიდან ჩამოსული. იქაც საეკლესიო ცხოვრებას ეწეოდა? კი. ახლა თავიდან ცხოვრება იყო ეს ვიცით ეკლესიის მისვლის პერიოდი შემთხვევით მოხვდი ეგრე გითხრა ეკლესიაში, სულ შემთხვევით მოხვდი. ეგრე შემთხვევით ხვდებით და მე აღავტოვებ. გაიხარე, იცოცხლე. მე თვითონ ამბობს, რომ როცა ჩვენ შევხვდით, მე თემური, ბატონი თემური და რამოდენიმე ვიყავით მისული სტუმრად მოვიკითხეთ და თვითონ მოგვიყვა თავის რაღაც ისტორიები და ეხლა რა ასაკისა ბრძანდები? 47-იანია, სადღაც 40-ისეთ კი ბატონო. თითქმის და ის რა ქვია, პატრიარქის ლოცვა კურთხევით. დიახ. მოიხსენებათ გაუქმებული იყო საქართველოში ბერული ცხოვრება არსებობდა და ბეჩანიაში თუ კი რამე გაკეთა პირველი პერიოდი ბერული ცხოვრების მამა პატრიარქის ლოცვა კურთხევა ახსენეთ მის ბეთანიის მონასტრთან დაკავშირებით, ხო? რო აკურთხა და წავიდა ბეთანიაში და იქ მოღვაწეობდა. კომუნისტების დრო, დიახ, საუბრობთ, კომუნისტების პერიოდია. და აღორძინეს ბერული ცხოვრება ბეთანიაში. ბეთანიის შემდეგ უკვე რომ შემოიკრიბა საძმო და რომ განძლიერდა საძმო, მე ისევ პატრიარქის ლოცვა კურთხევით შიომღვიმის მონასტერის იგივე მეთოდით ძალიან კარგი. ძალიან კარგი არქიმანდრიტის ხარისხით. ძალიან დიდი ავტორიტეტით გამოირჩევა დღემდე. მამა იოანე, მასთან ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მათ შორის ვიად გამსახურდიაც ხშირად მიდიოდა, საუბრობდნენ საჭიროებრივ საკითხებზე და ბევრი ის დედა ეკლესიის წიაღში მყოფი ძვირფასი მამაუები, დღეს მეუფეები, მამა იოანეს ხელში გამომიარეს წინამძღოლობით გავიგე. მათ შორის მეუფეშიო, პატრიარქის მოსახლე და ბევრი და ბევრი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ეკლესიაში თაობათა ცვლა ხდება და აი ეს თაობათა ცვლა არა მხოლოდ ცვლა არის ასეთი როგორც როტაცია, არამედ არის იმ მემკვიდრეობით, ის სულიერი მემკვიდრეობის გადაცემის პროცესი, რომელიც ერთიდან გადაეცემა მეორეს, გადაეცემა მესამეს და აი ეს ღვთოვანი არქიმანდრიტის გამოცდილება და სულიერი ღვაწლი გარკვეულწილად გამოცდილებად და ერთგვარ სკოლად ეძლევა შემდეგ იმ ახალ თაობას, რომელიც ტაძარში მოდის და ხედავთ ახლა როგორი თაობა მოვიდა, საოცრად მომზადებული, საოცრად განათლებული და შეიძლება თამამად ითქვას ის, რომ ყველა ის ადამიანი ძვირფასია, ვისაც ღვაწლი აქვს აი ამ გამოცდილების გადაცემაში და ეს არა მარტო საკუთარ თავთან მუშაობა, არამედ მუშაობა სამწყსოსთან, სულიერ შვილებთან და აი ამ სულიერი შვილებიდან გამორჩეული აი მეუფეშიო ახსენეთ თქვენ და დიახაც მეუფეშიოს ავტორიტეტი, მისი პიროვნული ღვაწლი არის ისეთი ნიშანდობლივი ჩვენთვის და დიახაც მადლიერება იმ ღვთოვან არქიმანდრიტს, რომელსაც სულიერი ღვაწლი მიუძღვის მის სულიერ ზრდაში, მეუფეშიოს სულიერ ზრდაში, თუ შეიძლება ასე ითქვას.
ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ აი შემდეგზე, რომ გვარს ყავს ძალიან კარგი წინამძღოლი ბატონი თემურ შეყილაშვილი და ასევე ყავს საპატიო წინამძღოლი, ანუ ასაკში მყოფი წინამძღოლი და აი ეს მომენტი ძალიან კარგი მომენტია გვარისთვის, თავისთავად გვარისთვის, რომ აი აქაც თაობის ცვლას ვამბობდით ეკლესიასთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში საერო ცხოვრებაშიც აი ასეა. ყვაწლმოსილი პიროვნები რაღაცა ასაკში რო შედის და ასე შემდეგ თავის უფლება მოსილებას აბარებს ახალგაზრდა კაცს და ეს არა მხოლოდ ესეთი ცვლილებაა, არამედ იმ სულიერ კავშირებსაც, იმ დამოკიდებულებას გვარშვილებთან, იმ განსახლების არეალის გაცნობასაც სად არიან, სად უნდა მოვიკითხოთ, სად უნდა ვიქურიოთ ეს ურთიერთობები, დიდი გამოცდილება გროვდება თავისთავად იმ ადამიანებში, რომელიც აი ამ საქმეს ეწევა და ეს გამოცდილება, როგორც იტყვიან, არ უნდა ჩაიკეტეს ერთ ადამიანში და ერთი ადამიანის კუთვნილება არ უნდა იყოს. ეს არის გვარის კუთვნილება და ერთმანეთს უნდა გაუზიაროთ და ამ შემთხვევაში საპატიო თავმჯდომარის არსებობა ეხმარება გვარს იმ გამოცდილების გაზიარებაში, რომელიც ჩვენამდე იყო. კი ხო. ხოდა აი ვერც ვერაული ხახეთ ეს რომ ახან მივედით საპატიო წინამძღოლამდე ბატონ ნიკოლოზამდე მივედით. ბატონ ნიკოლოზი და კიდევ ერთი ისეც ბატონი შალვა შეყლაშვილი მოგიხსენებათ საქართველოსთვის ერთ-ერთი წამყვანი დარგია ჭიათურ მანგანუმი და ვიტყვი შეყლაშვილებს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ჭიათურ მანგანუმის აღორძინებაში. იყო შალიკო შეყლაშვილი, იყო ნიკო შეყლაშვილი, რომლებიც მართავდნენ ამ საქმეს, წინუძღებოდნენ, მიყავდათ. ეს დაახლოებით რა პერიოდში იქნებოდა? ბატონ ნიკოლოზი ამგვიან იყო. 1927 წლიდან იწყებს ბატონი შალვა თავის მოღვაწეობას ჭიათურ მანგანუმში, როგორც აღნიშნეთ, ესე იგი შალვა შეყლაშვილი იყო გამორჩეულად პროფესიონალი, მაღალი პროფესიონალი, კვალიფიკაციის მქონე ინჟინერი, რომელიც მთავარი ინჟინერი იყო. ჭიათურის ახალი მაღაროები შალვა შეყლაშვილის დაპროექტებული და აშენებულია. გამამდიდრებელი ქარხნები ჭიათურა მოგეხსენებათ არის საბაგიროების ქალაქია. აი ეს საბაგიროებიც კი შალვა შეყლაშვილის დაპროექტებულია. რომში იყო კონფერენციაზე. ბრწყინვალე ადამიანი და ბრწყინვალე შვილი დატოვა ბატონმა შალვამ, ქალბატონი მანანა შეყლაშვილი, რომელიც პროფესორი და შემდეგ აკადემიკოსის ხარისხი ჰქონდა, აკადემიკოსი იყო. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჰემატოლოგიის კათედრის გამგე, 120 ნამუშევარზე მეტი, 5 სადოქტორო ნამუშევარი. ძალიან ბევრს გაუყვალა ამ ადამიანმა გზა, ბევრი დღევანდელ დღეს რომ აი პროფესიონალი ექიმები არიან, ძალიან ბევრს გაუყვალა ამ ქალბატონმა გზა. არა მარტო თავის კოლეგებს, ნებისმიერი შეყლაშვილი, ნებისმიერი საჩხერელი ჭიათურელი, ვინც არ უნდა მისულიყო ამ ადამიანთან დახმარებით, თხოვნით აბსოლუტურად უანგაროდ არასდროს არ იშურებდა თავს და ეხმარებოდა და მადლიან საქმეს აკეთებდა ეს ქალბატონი სამწუხაროდ. გარდაიცვალა დასაფლავებულია სოფელ გორისაში. რაც შეეხება ნიკოლოზ შეყლაშვილს, საპატიო თავმჯდომარეს, მეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ეს ადამიანიც გამოირჩეოდა თავის ცხოვრების წესიდან, თავის წარსულიდან გამომდინარე, არის ძალიან განათლებული პიროვნება, ჭიათურაში ტრესტის მმართველი, დირექტორი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე, არაერთი ჯილდოსა თუ სიგელის მფლობელი, როგორც წარჩინებული ინჟინერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს მან ძალიან დიდი საქმე შეასრულა საგვარეულო საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში მყოფი ადამიანისათვის არასდროს არ დაზარებია და ყოველთვის იყო ის მოწოდების სიმაღლეზე. ხშირად აი საჩხერიდანაც კი ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენ, როდესაც ვიკრიბებოდით სამების ახალგაზრდულ დარბაზში, ხშირად საჩხერიდან ჩამოდიოდა ხოლმე აი ამ შეხვედრისთვის და შეკრებისთვის, რომ საერთო საქმე წინ წაგვეწია და წინ წასულიყო, ამიტომ
ამისათვის მადლობელი ვართ ბატონ ნიკოლას. გაიხარეთ, ძალიან კარგია ესეთი დამოკიდებულება, მადლიერების ეს გრძნობა, რომ როცა მთავრდება რაღაცა საქმე, ამას უნდა შეფასება მოყვეს, ეს ამისი საუკეთესო შეფასების ფორმა არის ის მადლიერება, რომელიც თქვენ გამოხატეთ და გაიხარეთ. Თქვენის ნებართვით ჩვენ გვყავს გვარში როლანდი შეყლაშვილი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იყო ეს ადამიანი, მე გვყავს ფათი შეყლაშვილი, რომელიც ივანი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორია, ეხლაც და აქტიურ ფაზაში ახორციელებს თავის უფლება მოვალეობას, ასე ვთქვათ. ხატვარი შმაგი შეყლაშვილი. კი, მხატვარი შმაგი შეყლაშვილი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რუსთაველის თეატრის, სამწუხაროდ გარდაიცვალა და მადლობა უფალს ბევრი წარმატებული შეყლაშვილი ძალიან კარგი. რამდენიმე სპორტსმენი ყავს, რომელიც საზღვარგარეთ არის, ჩვენი ბექა შეყლაშვილი აკტივისტი და ძალიან კარგი. საბედნიეროდ ყავს გვარში ისეთი წარმატებული ახალგაზრდები, წარმატებული ადამიანების უფროსი თაობას ვიზეც ვისაუბრეთ. ეს ერთგვარად ძალიან კარგი იყო, რომ ყველაფერი რაც შევძელით, რა თქმა უნდა, ეხლა ამ წიგს მოიყარა თავი წიგნის სისრულის პრეტენზია არ გაგვაჩნია, მათემატიკურად ზუსტი იყოს ყველა. მაგრამ რაც შევძელით მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი ისე რომ აი ეს არის განშლა განსახლების არეალები და არეალის როგორ დიდი ვრცელი ჩამონათვალია, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ გვარი ესეთი კომპაქტურად კი არ ცხოვრობს, არამედ გაშლილია მთელ საქართველოში. კი, საკმაოდ კარგი ნამუშევარი გამოვიდა, ასე ვთქვათ, ჩვენი სამაგიდო წიგნი და ჩვენთვის ძვირფასია ეს. ძალიან კარგი. 21 ოქტომბერი თქვით გვარის კურთხევის დღე, ანუ გვარის დაბადების დღე და შესაბამისად დღესასწაული, გვარის დღესასწაული, რომელიც დიახაც საზეიმოდ უნდა აღინიშნებოდეს და ეს დღესასწაული თუ რაიმეს გვასწავლის და თუ რაიმისკენ მოგვიწოდებს, არის მოწოდება ერთიანობისკენ, ერთად ყოფნისთვის და აი ეს მოწოდება ვის და თქვენ გვარს კარგად უნდა ესმოდეს და კარგად უნდა გქონდეს გათავისებული, რამე თუ გვარის ფუძეში არის შეყრა, შეერთება, ერთად ყოფნა და აი ეს ერთობის სული ტრიალებს, თვითონ გვარის სახელშიც კი ერთობის სულია გაცხადებული და შესაბამისად გვარის კურთხევის დღე 21 ოქტომბერი მე მინდა ხშირად გავიმეორო ეს დღე, რათა უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყოს ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, რომ ჩვენ შეიძლება ყოველთვის ვერ ვესწრებოდეთ საგვარეულო დღესასწაულს, მაგრამ განცდა იმისა, რომ დღეს ჩემი გვარის დღესასწაულია, განცდა ამისა, ყველას უნდა გქონდეს და ყველა უნდა აღნიშნავდეს. როგორც იტყვიან, ერთ სამთელს იმ დღეს უნდა ანთებდეს და იმ დღეს საზეიმო განწყობილება უნდა გქონდეს და ეს საზეიმო განწყობილება შემდეგ გადაეცემა და გახდება საერთო საყოველთაო საზეიმო განწყობა და რას ვზეიმობთ აქ? გვარის კურთხევის დღე არის ის, როდესაც გვარი შეიყარა, შეერთდა, გაერთიანდა და ერთი საგვარეულო სახით წარსდგა უფლის წინაშე და ითხოვა კურთხევა. და ეს კურთხევა აღევლინა ჩვენი სამშობლო ქვეყნის და ჩვენი დედა ეკლესიის უპირველესი იერარქიის მიერ და აი მისი პირით დაილოცა გვარი და ეს გვარის კურთხევის დღე თავისთავად ნიშანდობლივი დღეა. ანუ უფალთან წარმდგარია, ამ დღეს უფალთან წარმდგარია გვარი და უფლის მადლი სწორედაც ამ დღეს გადმოდის და ამ დღეს ამ დღიდან განევრცობა თელ გვარზე და აი ეს სულისკვეთება თელი გვარისთვის ნიშანდობლივი უნდა იყოს. მინდა ყურადღება გაამახვილოთ აი ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციაზე და აი რა ფორმით აღნიშნავთ, სად ვიკრიბებით შეკრების ადგილებს, სად ვარჩევთ და აი ბატონ თემურს მოусვეთ ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, 21 ოქტომბერი არის ჩვენი გვარის დაბადების დღე. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ვცდილობთ, რომ 21 ოქტომბერი აღნიშნოთ, მაგრამ როდესაც ან ოთხშაბათი დღე უწევს, ან შუაკვირა, ისეთი რომ ეს არის მიზეზი ერთ-ერთი ვერ მოსვლის საღამოს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად გვინდა, რომ ეს საჩხერეში იყოს გავაკეთოთ ეს საღამო.
გამომდინარე აქედან წელსაც მაგალითად მოგვიწია გადაწევა და 25 ოქტომბერს შევიკრიბეთ საჭიროებაში როცა ეხერხდება და უკვე დღეს იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად მეტი მოვიდეს და ეს არ იყოს ის მიზეზი რომ ამ სამსახურის დაბრკოლებიდან გამომდინარე რომ ვერ მოახერხონ ჩვენმა ბიძაშვილებმა მოსვლა. ესე იგი ჩვენი შეკრება ყოველ წელიწადს არის განსხვავებული, არის მზარდი, ყოველ წელიწადს ახალ-ახალი სახეები ვიკრიბებით, ახალ-ახალ ბიძაშვილებს ვიცნობთ, გაცრობის რეჟიმში ვართ. წელსაც ერთ-ერთი ულამაზესი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს 25 ოქტომბერი. ესე იგი საჩხერეში იყო ჩამობრძანებული სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის წარმომადგენელი ბატონი ზაზა ქარციევაძე. ჩვენ გამოვარჩიეთ 6 ადამიანი გვარში, რომელიც დაჯილდოვდა განსაკუთრებული სიგელებით, განსაკუთრებული როგორც 8 წლით შეიტანეს ჩვენს გვარში აქტიურობით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან კარგი საღამო იყო ჩვენი გორისაში, ესე იგი თხმორისის წმინდა გიორგის სალოცავში პარაკლիս აღავლის მამაოთანდილი, შემდეგ იქ გავისეირნებთ, არის ფოტოების გადაღება, კიდევ ერთმანეთთან ურთიერთობა და შემდეგ მივდივართ, ასე ვთქვათ, ტრაპეზს ვახდენთ, სადაც მართლაც უზარმაზარი მხიარება არის და არ ვიცი ერთი ზეიმია ჩვენი შეკრება და სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ბიძაშვილების შეკრება სხვა რა უნდა იყოს, ერთმანეთთან ურთიერთობა, სიყვარული და მეორე დღეს უკვე გვენატრება ის წინა დღე და ერთი სული გვაქვს ხოლმე, როდის დაიგეგმება მეორე წელს ვაღვნიშნოთ. ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ ის ფაქტი და ის ტრადიცია ძალიან კარგად ჰქონდათ გათავისებული, რომ ყოველი საქმე კურთხევით, ანუ დალოცვით იწყება და აი ამ დალოცვას ჩვენ ახლა საგვარეულო მოძრაობაში უამრავი საქმეა, უამრავ რამეს ინიციატივები ჩნდება და ამ ყველაფერს ჭირდება კურთხევა და ჭირდება მოძღვარი, რომელიც ამას აკურთხებს. ყავს გვარს სულიერი მოძღვარი, რომელთანაც აი ამ კურთხევას გადის ამაზე ლადო ზუიაც მამა ავთანდილი საბაზე რომელიც ჩვენი სოფლის მოძღვარია რჩევას მისგან იღებ და კურთხევასაც მისგან გამოიწვია ძალიან კარგი ერთი რამე მინდა სანამ დიახ არა მარტო რომ ეს დამოჩენილი ადამიანები ცოტა მომენტში სიამაყის გზობა ვიფიქრობ ხოლმე შეყლაშვილებს, იმიტომ რომ ყავს გვარში პიროვნება, რომელმაც საქართველოს ისტორიის ბოლო მონაკვეთში ძალიან დიდი საქმე გააკეთა, რასაც ვთქვია, სამწუხაროდ უშველებელი ვეშაპთან, რუსეთთან ბრძოლაში შინისის გმირების წარმომადგენელი ყავს. დიახ. ილია შეყლაშვილი, პატარა ბიჭი, რაც ვერ გავაკეთეთ. ამდენმა შეყლაშვილებმა ერთმან გააკეთა. ყველა საკეთებელი გააკეთა. თავი შეწირა, ქვეყანას თავი შეწირა, თავის გვარს, თავის სოფელს, თავის საბიძაშვილოს, ჯილს და გაიხარა. მინდა რომ იცოდეს ამ პიროვნების შესახებ, არა მარტო ჩვენმა გვარმა, სხვამაც მინდა რომ იცოდეს ჩემი გარეგანი. ის გმირობა რაც მათ შეედინეს, ის ყველა ქართველში, ყველა ქართველის სიცხეში. მარტო ილიას სიცხეში, მარტო შეყლაშვილის არ. ყველა ქართველის სიცხე და ეგეთები ყოფილიყავით ძალიან ბევრი. უბრალოდ არ დაგჭირებოდი. სხვა რამეთ გამოიჩინა. გაიხარა ზეად ბატონო და ერთი რამე დავამატებ ილია შეყლაშვილთან ახალ მივედით და მის პიროვნებას შევეხეთ. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მამამის ბატონ ვაჟას, რომელმაც არა მარტო გმირი გაზარდა. არამედ ის დღესდღეობით რაც მონუმენტი რაც გაკეთა შინდიში, აი ამ მონუმენტის გაკეთებაში, ამ მონუმენტის ჩამოსხმაში, ორგანიზებაში, რომის წვლილი მიუძღვის ბატონ ვაჟა შეყლაშვილს. ამ კაცმა, რომელმაც შეძლო გამონახა ძალა ამ ტრაგედიის, ამ ყველაფრის შემდეგ და ეს ამ საქმეს ჩაუყარა ეს ყველაფერი გააკეთა და პიროვნება, რომელმაც არ იცოდა, რომ თავისი შვილი ომში იყო. და სულ შემთხვევით გაიგო, რომ
ურეკავს თავის შვილი მოიკითხა როგორ ახარო და კარგად ვარ მამიო. კიდე არ ეუბნება რა ხდა უგვიდით რადონის სულიერი სიძლიერეა. კიდე არ უუბნება თავის შვილი სად არის როგორ არის. როგორ ხარ მამიო? კარგად ვარო. შვილი ვილი ეუბნება და შენ რა როგორ ხარ? აგი რა ხავართო? არ ვიცი ახლა ვის ეწყინება ვის შეიძლება გულზეც უნდა მოხდეს, მაგრამ ვინ არ თქვა ეს პატარა ისტორია. შენ სად ახარ როგორ ახარ მამიო? შვილი ეკითხება მე ვაგე რუსთაველზე ვარო. ომი რომ მოვიგეთო იმაზე იმობთ. აი მაშინ გამწარდა. რაც გადასვლიდა რაზე იმობთ. ჩვენ აქ ვიხოცებით და მაშინ გაიგო მამამ რომ თავის შვილი ომში და ეს იყო ბოლოს საუბარი მამაშვილის შორის და მეორე დღეს უკვე მოვილაცნობა რომ საოცარი ფაქტია. სამწუხაროდ საოცარი ფაქტია რომ მამა რუსთაველძეც ეიმობს გამარჯვებას და შვილი მარცხდება იქ სადაც გამარჯვება გონია თელ ქვეყანას. საოცარი ფაქტია. ეს შიდისის გმირების მომენტი უკვე იმდენად ცნობილია, იმდენად აღიარებულია და იმდენად საყოველთაო პატივისცემის საგრად არის ქცეული, რომ სანამ საქართველოს იარსებებს შიდისის გმირები და შიდისის გმირების ხსოვნა. მაგრამ აი ეს მაინც ზოგადი სახელია შიდისის გმირები და მართლაც რაოდენ ძვირფასი გაცდა ის, რომ აი ამ შიდისის გმირებში თქვენ გყავთ თქვენი პერსონალური წარმომადგენელი ილიას სახით. აცხონოს ღმერთმა მისი სული და მინდა კიდევ ბატონ თემურსაც აი და გარდაცვალების მომენტზე რა ითქვა, როგორ გარდაიცვალა? როდესაც ესე იგი აი ეს ბიჭები აი ეს გმირები ალყაში იყვნენ ესე ყველა მხრიდან ხო ნუ მტერს ეგონა თუ ებრძოდა მთელ შენაერს და მთელ ბრიგადას ხო დიახ ეს ითქვა რუსეთის გენერალიტეტმა თქვა ეს რომ ჩვენ რო დამთავრდა განცვიფრებულები დავრჩით რომ იქ 2000 იყო მხოლოდ კი გამოიძახეს ყველა ის დამხმარე ძალები რუსებმა ეგონათ აქ დიდ შენაერთს ებრძოდნენ და აქ იმხელა ცეცხლი გახსნეს ამათმა რომ როდესაც დაჭრილი თანამებრძოლი გამოყავდა ცეცხლ მოკიდებული ილია შეღლაშვილის თავის თანამებრძოლი მაშინ მოხდა მას სნაიპერის ტყვია და ერთად აღესრულნენ ის თავის მეგობარის და ჩვენი ილია შეღლაშვილი. ჩვენ შეღლაშვილებს და არა მარტო შეღლაშვილებს ყველას ყავს ჩვენს გვარში რა თქმა უნდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება რო გავიხსენოთ მაგალითად საყოველთაო აჯანყება ალექსანდრე კოკოზე შეღლაშვილი დახვრიტეს გიორგი თევდორეზე შეღლაშვილი რომელიც შეძლებული ოჯახის შვილი იყო ებრძოდა ამ კომუნისტურ პროპაგანდას ქართლში გაატარეს მისი შვილი შალვა შეღლაშვილის დახვრიტეს 36 წლის ასაკში და კედევან შეღლაშვილი 21 წელი 37 სისხლიანი სამამულო ომი ალბათ ოჯახი არ არსებობს არ შეხებოდეს ეს და ჩვენ ესე იგი სიმამაცის გრძნობა გვეუფლება ყოველთვის, როდესაც ვკითხულობთ ერთ-ერთ სიგელ გუჯარში, როდესაც ესე იგი იმერეთის მეფე ბაგრატ მეოთხე აძლევს თავის სიგელს და აი ამ სიგელში არის აღბეჭდილი რომ კობლზე კაცი გამოდიოდნენ შეღლაშვილები. აი ეს ჩანაწერი არის სიტყვასიტყვით და ამიტომაც რა თქმა უნდა ეს გვაძლევს ჩვენ იმის мотиваციას, ვიცით ვისი გორისანი ვართ, ვიცით საიდან მოვდივართ, რა ფესვებიდანაც მოვდივართ, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო ეს დიდი мотиваციის მომტანი იყოს თითოეულ ჩვენთაგანისათვის, რაც გავაკეთეთ ეს არის ზღვაში წვეთი, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ უფლისნებით, ერთსულოვნებით, ერთმანეთის გვერდჩიტკომით კიდევ მეც გავაკეთებთ. აგიხაროთ მეთქვა ძალიან კარგია რომ აი ამ დამოკიდებულებაზე და ამ ფაქტებზე გამახვილდა ყურადღება ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად ეს გადაცემა ეძღვნება შეღლაშვილების კეთილმორწმუნე გვარს და აი მის წინამძღოლს ბატონ თემურ შეღლაშვილს ეძლევა საშუალება რომ აი ამ ცისფერი ეკრანით როგორც იტყვიან მიმართოს თავის გვარიშვილებს და გაამხნეოს ისინი და უთხრას ის რომელიც სასურველია გაიგონოს ყველა გვარიშვილმა.
ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი გვარი 1660 წელს უკვე არის შეყრილაშვილის გვარით, ვარსებობთ უკვე და იმის შემდეგ მოვდივართ, იმის იქით სავარაუდოდ 1660 წლიდან იქეთ გრძელდება შეყრილაშვილების გვარის ცხოვრება, მოვაწეულო, მაგრამ ჩვენ 1660 წლიდან ვიცით და არც ეს არ არის პატარა თარიღი. საკმაოდ ძირძველი გვარი გვაქვს, ჩვენ ჩამოვთვალეთ ის არასრული ადამიანები, სახელები და გვარები, ვინც მართლაც ყველაზე ძვირფასი უფალი ადამიანს სიცოცხლის ჩუქნის და ამ სიცოცხლეს, როდესაც გაწირავ თვალის დახახვავების გარეშე შენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, ეს რა თქმა უნდა გმირობაა და ჩვენ ვართ აი ამ გვარის წარმომადგენლები ვართ და ეს ადამიანები ვართ ჩვენ. ამიტომ მე მიმართავ მომავალ თაობას და ვეთქვი ყველას, რომ არავის არ უნდა შერცხვეს საკუთარი გვარის განსაკუთრებით შეყრილაშვილებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს ისტორია, რაზეც ვისაუბრეთ, რაც ვერ მოვასწარით კიდე და ბევრია სასაუბრო, რაც აღნიშნულ წიგნშია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ დავგეგმოთ ბევრი კარგი პროექტები გვაქვს განსახორციელებელი საგვარეულოს. მე მიმართავ მომავალ თაობას, რომ ესე იგი წამოვიძრონ ინიციატივებით, აუცილებლად შეუერთებით, თვითონ ითავონ და ჩვენ დავეხმარებით, ჩვენ არ გვაქვს მომავალი თაობა, ჩვენ რაც შევძელით ის გავაკეთეთ და კიდევ გვინდა რომ ბევრი გავაკეთოთ, მაგრამ თუ მომავალი თაობაც იაქტიურებს ინიციატივებს აიღებს ხელში, ხელმძღვანელობას ყველაფერი მათი იყოს, ჩვენ დაუდგებით გვერდში, როგორც რიგითი ჯარისკაცები და ნებისმიერ საქმეს შევასრულებთ, რაც მთავარია, როგორც პატრიარქი ამბობს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ერთსულოვნება, როდესაც არის გვარში და ქვეყანაში, ყველაფერი ეს მიღწევა შესაძლებელია და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. შესაბამისად, ჩვენ ესე იგი, ჩვენი გვერდი გვაქვს, შეყრილაშვილების გვერდი გვაქვს, ინტერნეტ გვერდი, Facebook გვერდი გვაქვს, სადაც აქტიურად ხდება აზრების გაცვლა, გამოსვლა. ახლა მოგეხსენებათ, რომ სოციალური ქსელით უფრო ეს მარტივი არის ურთიერთობა ბიძაშვილებთან, კომუნიკაციის ერთ-ერთი კარგი წყაროა. აი ამ სოციალურ ქსელსაც ვიყენებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ რეზულტატი დაიდოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წინ წავიწიოთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ საქმეს ვემსახუროთ. თქვენს გადაცემაშიდაც ვადასტურებთ, აგერ მეც და ზვიადიც, სადაც არის ქართული საქმე, როგორც იდგნენ ჩვენი წინაპრები ქვეყნის სადარაჯოზე, ზუსტად იგივეს ვასრულებთ ჩვენ და შევასრულებთ, სადაც ქართული საქმე იქნება და სადაც საქართველოს დაჭირდება, საქართველოს ინტერესები სადაც გადაწყდება, იქ დავდგებით ყოველთვის შეყრილაშვილების საგვარეულო, ასე რომ შეყრილაშვილების საგვარეულოს იმედი გქონდეთ პირადად თქვენც, საგვარეულო დარბაზსაც და სრულიად საქართველოსაც. გაგახაროთ ღმერთმა, აი ამ საუბარს ვისმენდი რა, უგრძნობდი რაღაცა შინაგან განწყობილებას, რომ ეს არა მარტო სიტყვები, არამედ რაღაცა სულიერი განწყობაც არის იმ ერთობისკენ, რომელი ერთობისთვისაც მზაობას გამოხატავს ეს ღვთივკურთხეული გვარი და ამ გვარის ღირსეული შვილები, ბატონი თემურ შეყრილაშვილი და ბატონი ზვიად შეყრილაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ და თქვენ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, უსმენდით საუბარს შეყრილაშვილების კეთილმორწმუნე გვარის შესახებ, რომელ გვარსაც წინ კიდევ დიდი და მრავალი კარგი საქმე ელოდება. მადლობა ყურადღებისთვის.